მეთქანე გამბლელი რომ გამოივლის ნამცხრები უნდა ეძახოდნენ მოდი შებიცინე გამსინჯე მოდი ზომბები ვიდრე შემოვლენ, არაფერს არ იყიდნენ, დაუწყებენ ნამცხრობს ყურებას და გაჩერდებიან. მაგარი ბიზნესი გამოვა ლაშა. მოდი ეს ნამცხრობი მეტახა და აი აქ უნდა დავდგათ ვიტრინა მაცივარი. აი იქ მიიღებენ შეკვეთებს და აი აქ ყველგან იქნება პატარა მაგიდები. აი მე რა ლამაზია. თავიდან რო ამიხსნა. აი აქ იქნება ვიტრინა მაცივარი. მაგდრომა. იქ მიიღებენ შეკვეთებს. აი ყველგან პატარა მაგიდები იქნება. მოიცი და კიდე ხელ რო კარგად წამოვიდნენ რა. ლაშა ყურადღებით ასმით. აი აქ იქნება ვიტრინა მაცივარი. აი იქ მიიღებენ შეკვეთებს. აი აქ პატარა მაგიდები იდგმება. რა სიტყვი? ისა კარგია. და საწყობი სად უნდა იყოს? საწყობი ისეთ იქნება, აი მოლარეს უკან. აჰა. ანუ უნდა ავაშენოთ? ავაშენოთ ის როგორ ახლა შეგვიძლია არ ავაშენოთ. პრინციპში კლიენტი დაინახავს როგორ აცხობ ნამცხრს. მაინც რა კარგია. მაგრამ სუნი არ გამოვა? არა, სუნი ის როგორ არის? ძლიერ გამწოვებს დავაყენებთ. ეკლა არ გინდა რომ ჩაერთო საუბარში. რაღაც მე მგონი ყველაფერს მევწყვეთ, ხო? ხო, ეკლა რაღაც ზუსტად ჩაერთი, მაგრამ რაღაც სხვაგან ახარ, იცი? ისა მე ავიცე და დააცადი ადამიანს ხო? მე ნიკა, ისა უზმებ? არა, დედა. ტაჯიკის სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო. აბა? გისმენ. მოკლედ, დედა ცოლი მომყავს. ნიკა, ჯერ გაკვეთილები იმეცადინე და მე რაც გინდა ისქე. რა? ნიკა, იგი ცოლი მომყავს თქო. ნიკა, რა ცოლი? სერიოზულად გელაპარაკებ, ცოლი მომყავს. სათაშური შენი ცნობილ გოგოს. ჩემზე დიდია. ნიკა, ვინა? დედა, დადი იყავა და არ დაიხჩო. ეხლა გეტყვი. მიდი. ვინ მომყავს ცოლს და საფი. ნიკა, რა დრო შენი ცოლია? დრო რა შუაშია, მე მეგონა გაგიხარდებოდა ცოლი რომ მომყავს. რატო უნდა გამიხარდეს? შენი ცნობი მგოგოს. თან შენ მოგეხმარება, მე მომივლის, მამეცადინებს, სკოლაში წამიყვანს. დაალაგე ხო უკვე ყველაფერი? ხო და ვიფიქრე ამაზე. სოფი ჩვენთან გადმოვა საცხოვრებლად. მე ლაშასთან დავუძინებ, სოფი კიდე ჩემს სოფლიში. ნიკა, და სოფი მიცის ეგ? რომელ წამს? ხო, თუნდაც ეგ უთხარი. აუ, დე. მაგის თმამ ცხვენია და შენ უთხარი. ნიკა, და სოფის რო არ მოეწონო?
ხოთ თავი უნდა მოვეწონო. კარგად ვისწავლი. არა, ანდა ჯობია ყვავილის საჭუქი. ყვავილი. და ფული ხომ არ გაქვს. ნიგა, საცოლის ყვავილი უნდა. ნიგა, სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებე, მიდი დაჯექი ბუნება იმეცადინე. დედა, კაცი ვერცი ჩემს გრძნობებს. მე მართლა ვეცხოვარი, შეგვიძლია გამჩი. კარგი, მიდი ისწავლე ბუნება და მე ბეჭედზე გავიდე, ხო? ინტერიერს რაც შეეხება უნდა იყოს აი რაღაცა სადა. რა თქმა უნდა, მართალია. მაგრამ გემოვნებიანი. მართალია. იცი როგორ არის აი კედლის ფერები უნდა იყოს აი რაღაცნაირი აი დავარდნილი. მართალია. ფერები უნდა იყოს დავარდნილი, ეს უკვე ვთქვი. და იცი აი რაღაცნაირი ცოტათი ღარიბული ფერი უნდა იყოს. მართალი. ისა ვაშა რო დაიღლები მითხარი შეგენაცვლები და მე დავეთანხმები. აი ღარიბული კი არა და აი ცოტა გახუნებულ ღარიბული მიხვდები? გახუნებულ. კი, გახუნებულ ღარიბული. აი როგორ აგიხსნა ვაშ? აი თეკლას რომ კაბაცი ეგეთი გახურებულ ღარიბული. ეს კარგი იყო ეს თეკლას რომ ბარი კარგად გახუნებული, კარგად. ნუ ისე, ხო. მე ბარი უნდა დავდგათ იქ. არა, უნდა დავდგათ ამ კუთხეში. არა ამ კუთხეში. არა ამ კუთხეში უნდა დავდგათ. ნუ იცი მართალი ხარ ამ კუთხეში დავდგათ. არა, იმ კუთხეში უნდა დავდგათ. თეკლა ახლა შენ ამბობდი ამ კუთხეში მართალია, ხო. იცი რა კი მართალი ხარ ახლა შენ ამ კუთხეში უნდა დავდგათ, მაგრამ აი მე როგორც კლიენტი რომ შემოვალ მიხდი აქედან. პირველ რიგში უნდა დავინახო ნამცხრები და ბარი უკვე მეორე ხარისხოვანია, მიხდი? მოიცა შენ შემოხვალ ხოლმე? როგორც კლიენტი. ხო, ბარას ვიცი. ვაშა. პატა შემოვახოლე. მართლა? კი. კარგია. მე ჯერ დეზი პატარა ვიყანო ხო? არა, იქ პატარა. ნიკა იმეცადინე. ქორწილში ნუნუს დაპატიჟება აუცილებელია? იმეცადინე ხო? და ნიკა ისწავლე ბუნება. აუ რა ვქნა, შენის თავში არაფერი, სულ სოფიზე ვფიქრობ. დავიტანჯე ბიჭი. ნიკა! აი მათებ ჩათაიცე ფული და გადიაქედან. ფული არ მინდა. ხაბა? ხახვი მინდა. რა გაცინებს? დედა ნუ გეშინია ეს ბესიკია ფრიდონას ბიჭი. მამამ გამომიშვა იქნებ ხახვი კონდეცოდა. სასიამოვნო. ნიკა ადექი გადმოდი აქეთ იმეცადინე. ეხლავე ესე იგი ფრიდონს თინეიჯერი შვილი ყავს, ნიკას ცოლი მოყავს. მე 2 კვირით ვიყავი წასული თუ 20 წლით. ვაიმე როგორ მტკივა ყური ვაიმე ყური. არ შემეხოიცოდე, ნუ მეხები. მეხები შენ გეუნები ხო? კარგი, არ გეხები ხო? ვაიმე, მე მგონი დამისივდა ეს ყური თუ არა, ორივე ერთი ზომის არის. ეთყობა ეს იყო მანამდე პატარა და ეხლა რო გასცდა თანაბრად დარგა ხო? ძალიან კარგი. ისე მტკივა რომ მე მგონი დავყურდი აქეთ არაფერი არ მისმის რა. ხო?
აიმე, ნუ სადავიმაღო. სადავმაღო, ეს ყური უნდა დამალო, ეხლა ავწევ. ყური უნდა დამალო, ესე რომ დამინახო რა. ყური უნდა დამალო, ყურს მიმალა, ყურის დამალოა, როგორ შეიძლება მიდი გააღე კარი რაღაცა მოიფიქრე. აიმე, პატა, როგორ ხერდი ამდენ ხანს კარებს დაყროვდი? რა შეიძლება ეგრეთ ხოს ქალბატონო ტელეფონზე ლაპარაკო? არა. აბა კოტებაბუს დასწოლოდები და მაინც იმას ხო ისი ლოდინი არ უყვარს და გავამზადე წინასწარ და იყო შეარდოს ეგრევე ავიდეთ მე სარ მიყვარს ლოდინი ხო შვილი ბაბუა რაღაც ერთმანეთს გადავზადე დავზადე ვაიმე ისეთი რამე უნდა გითხრა პატა ისეთი რამე მოდი ჩათან დაძექი რა აქ მოდი ისმე დაშედან გის არა დამჯექი რაღაც უნდა გითხრა მოდი ხო აბა შეგვერჩი ისეთ რამე უნდა მოკიყვე გადიდე მოსაჭიქი დამჯექი პატა ახო და ვაიმე რა გჭირს რატო დაჯექი ესე აქეთან ყურიდან უფრო კარგად მისის და კი ბატონო მე ლაპარაკე ხო და დღეს მერიიდან მოდიან ჩემთან უნდა დამაჯილდოვონ როგორც საუკეთესო კორპუსის თავმჯდომარე აი მე რა მაგარია ყურებს არ უჯერებ ქალბატონო მაგარია ხო რა მაგარია მაგრამ უბრალოდ უყურებს რა ყურს არ უჯერებ ხო ხო რამე და იცი გითხრა რისათქმელად მოვედი რომ მოვა ეს მერის წარმომადგენელი ხო მინდა რომ ისე დაახდეთ პატა როგორც საჭირო აბა ხო და ფრიდონის ბიჭი რაღაცნაირი არ მინდა რომ იქ დახვდეს და კორპუსი შეარწყვინოს თავისი საყურით და მინდა რომ მოვა ეს წარმომადგენელი მერის შემოიყვანო ფრიდონის ბიჭი და შენთან გააჩერეს სანამ წავა კარგი კაი ისე მაინც და მაინც შენს ნუ გამოხვალ და ნუ დაენახვები კარგი ახლა ხანი მომზადე კი ბატონო მომზადე ახლა ხა მომზადე და მომზადე გამატარე ხო აი ესე აქეთ მომზადე როგორ აბა აი ესე მომზადე რატო აი რა საკეთე აი რა ვიცი აი სირტაკი ყვავი მე სირტაკი შემოვიდა ინდირა სირტაკი დამ მართლარ გამოიხედა ვაიმე მართლა რა რამდენიმე ლაპარაკა რა მე მგონი ხეთ ყურსი დავყურდი რამდენიმე ლაპარაკა რა ხო ხომ არ გეშინია არა შაბიძია სოფი წავიდა რა არის ტალაც მე არ მოხსო პისახოცით გამოვიდე გამოვდი კი წავიდა სოფი კაი ეს როგორ დაცხარა ნიკა დაცხა კი არა თმა გაიშრე არ გაცივდე კარგი რა ელენე როსო ყორელი ხო შენ უჩვაკყლაპო შეხედე ნიკა შედი საბაზომაში ხო გინდოდა აღარ მინდა დედა იცი მე და ლაშაბიძე ვაჯიბრობოდის ვის უფრო დიდი ღიპი აქვს მე და ლაშაბიძე აიწერა დედა და სოფი გვეწყარ ვის უფრო გაბერილი ღიპი აქვს აი ეს მაიმუნი რაინა ნიკა ისე ჩემ აქ არ ყოფნაში როგორ დაემსგავსე ლაშაბიძიას ღიპით ხო ღიპით აი დე ნიკა რომელ კლასში ხარ შე მე მართლა არ მეტყობა ხო უფრო დიდი შეხედულება მაქვს ემე წავედი მე კარგი კარგად სოფი კარგა სოფი ქართული ისწავლე კიდევ ლაშაბიძეს შევაბარეთ საფარბეგო პირშაობა შენი ვიცი შემიტყვია და დღეიდან ჩვენო შორის მოციქული არის ტყვია აი ეს თქვენი ნაცხვარი მისთვის მოხდა ისინა ადი ბატონო ფრიდონეს თქვენი შვილი არის ხო? კი ჩემი შვილი არის ო მივხვდი გავს
არის თქვენი შვილი? კი. აბა მისი დამიხასიათე რაღაც საშინელებას ველოდით. შვილო, გაიცანი ჩვენი მეზობელია, პროფესორი. ასიამონო ბესიკ. ბესიქს მომეძახი, ბობი დამეძახი რა. მოიცა. რა ბობი შვილო, რა ბობი, არ უხდება. ნახე როგორ ჟღერს ბობი შვანგირაძე. ხო, არ უხდება ერთმანეთს. მართალი ხარ? შე აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე. ხო. აი გადავაკეთებ. ბობ შვანგი. ბობ შვანგი. ბობი საყურე? მეც მქონდა ახალგაზრდობაში. მარგეთობა. წარვზე მქონდა. ბობი რა მინდა კითხვა, შემთხვევით სამფაზიანი მაღალი ძაბვის სადენი ხომ არა გაქვს? ხო? არადა მაგრა ვიხო. ისე ლუდი მომიტანი რა. ლუდი მომიტანი ხო? თათია ლუდი მომიტანი. მე მეუბნები? ო, შენ გეუბნები? არა, მე მეკონა ტელეფონზე ეუბნებოდი რაღაც სხვა ბარმენს. როგორი ნიჭიერი ბავშვია, როგორი ნიჭიერი რა. აბა, დედას გავს. როცა აქებენ დედას გავს, როცა ლამძღავენ მამას და როცა მსუქანია ბიძას, ხო? ლაშა, ისე მაგაზე არ დავფიქრებულ ვარ. მართალი. ხო. ელენე, რა ვიფიქრე იცი? აი სოფი რომ მოვიდეს ხოლმე უფრო ხშირად ჩვენთან, ნაბიჯი რომ დარჩეს ხოლმე, უფრო ხშირად რომ ურთიერთობა რო გქონდეთ რა, უფრო ხშირი, აი ეხლა აი მაგალითად საერთოდ რომ გადმოვიდეს აქ. ხო, იცი რატო რომ ეხლა თეკლაც ხო შენი მეგობარია და სოფიც, ხო? და თეკლა რო რჩება, რა ვიცი, სოფის არ ეწყინოს მეთქი, ხო ხტები აი მაგ ვარიანტში. ჰა? ლაშა, შენც მოგწონს ხო სოფი? მეც რას ნიშნავს, ვის მოსწონს კიდე? ერთს. მაგერც იქნება რომ მივცხეთ ერთ ადგილას მე. გამარჯობა, როგორ ზანდებით ბატონო ხიდონ? როგორ ხარ ბატონო პროფესორი? ბობი როგორ ხარ ბობი? კარგად სანგალ შენ? მე არა ვარ სანგალა. მე ვარ პეპე. გაიგე, დაიმახსოვრე, პეპე ვარ მე, პეპე. როგორც გინდა, სანგალ. მამა, ეს მეგობრებმა უნდა დავლიოთ და დამაგვიანდებან. აგიტო შემოვიდი მომეთქვა. და სად მიდიხარ, ჩვილო, დასალევად. ამოდი და ჩვენთან დალიეთ. სივიწროვეა და ცოტა მერიდება. კაი, ისი გერიდება არ არის, მოსარიდებელი. ჩვენთან ამოდი. დაურეკე და უთხარი, ამოდი ჩვენთან ამოდი. ხო, ჯანკი, ბობი ვარ. ხო, ესე იგი დღეს ავდივართ ჩემთან და ბევრი არაყი და ლუდი წამოვიღეთ. და კიდე ხმის გამაძლიერებელი რაც შეიძლება დიდი. შვილო, ისე ჯანკისთან კი მერიდება, ხო იცი? სივიწროვეა მან ჩვენთან ხო? მოგიქრა სოფიკოზე. რა, თეკვა შენს? ზამეც. არაფერი მიდი მითხარი. რა და მე მგონი სოფიკოს მოწონს პაატა და წართმევას მიპირე. აი მე თეკვა რა კარგია. რა არის ელენე კარგი? სოფი შენც რო არ მოგწონს. და სოფი თუ პაატას წართმევას გიპირებს, ეს სოფისთვის უფრო ცუდია ვიდრე შენთვის. ელენე, კარგი თეკვა ხო? რა უნდა რა, რას გადამეკინა ვერ გავიგე, მესამე ბიჭს მართნევს უკვე. არა, რაღაც უნდა გავუჩალიჩო. იცი რა უნდა შევიყვარო ვინმე სულელი ბიჭი და რო წამართავს ხელში შერჩება სულელი. აი მე თეკლა პაატა, იმიტომ შეიყვარე რომ სოფით გავუჩალიჩო. შენ უნდა დამეხმარო. თეკლა მე როგორ უნდა დაგეხმარო? როგორ და უნდა უთხრა სოფიკოს რომ აქ არ მოვიდეს ხოლმე და მით უმეტეს აქ არ დარჩეს. როგორ უნდა უთხრა აქ არ მოხვიდეთ ხო? აი ეგრე. თეკლა სოფი ჩემი მეგობარია. ელენე მეც შენი მეგობარი ვარ და მე უფრო კარგი მეგობარი ვარ როგორც გარეგნულად ასევე შინაგანათაც. ელენე გიხვეწები რამე მოუფიქრე რომ არ მოვიდეს ხოლმე რა. რა მოვიფიქრო? რა ვიცი. ვერ მოიფიქრე? ვერა. ხო და მე მოგიფიქრე ელენე. ესე იგი ამ
ამ ფურცელზე გაწერილია ყველაფერი დღეებს. ყოველი შემთხვევისთვის. აი გამომართვით. ესე იგი, ელენე, ორ შაბათს დე, ეხლა ჩემი მეგობარი უნდა მომიდეს 13 სარინო გვაქვს და სხვა ოთახში იჭროეთ რა. 13 სარინო მაქვს. კარგი თეკლა, წამოდით ჩემ ოთახში ავიდეთ. კარგი. ეს კამი ვინ დადგა? თქვენთან თუ სივიწროვეა, მაშინ ისა რა ქვია, ჩემთან ამოდით, ჩემთან დიდი პარტია, დიდი სახლია და ჩემთან ამოდით პრობლემა არ არის. აი აქამდე იყავით სანგალა და ეხლა ხარ პეპე. კარგია. რა კარგია შვილო, სად გაგონილა ასე უცებ დათანხმება? ჯერ უარი უნდა უთხრა რომ გერიდება, არგინა შეაწუხო, ის დაგაძალებს. შენ ცოტა ხანი კიდევ უასე უნდა იყო, მე უნდა დათანხმდე, მაგრამ უნდა აგრძნობინო, რომ არგინდა შეაწუხო, გერიდება, გაიგე? ავინ წავედინე. საწახვები შვილო, ასე ჩაცმულის არ მიდიხარ. ჩემი თუ არგინა გაითვალისწინო, ის მაინც არგინა გოგოებს მოეწონო? ვინ შემოხედავს? ჩაიცვი წესიერა. ბესიკი შვილო. აი ჩემი ტელეფონის ნომერია და საღამოს დამირეკე თუ გინდა. აი პატა შენ. ყავა. ვაიმე დიდი მადლობა. ბატონო ფრიდონ, თქვენ რა შეუკვეთა? თოკი მომიტანეთ, კათია, თოკი თავი უნდა ჩამოვიდო. იქნებ დამთავრდეს ეს ბედკრული ცხოვრება. ლუდი მომიტანე. აჰა, გასაგები, ერთი თოკი და ერთი ლუდი. დაგვეცილდა ლაპარაკი. არა, მარტო, თეკლა და დედა ასე ვითხარი ამ ოთახში. აუ, რა მაგარია. ვიღაც ეკაც რამე გავუჩალიჩოთ. არა, მოწყენილი. ეს ხო თეკლასია? ხო. და რა ხარ მოწყენილი? დედა ჩემის დაქვანი მიყავს. ო, თეკლა არა სხვა. და ინგლისურის მასწავლებელი ახალ გიყავს? არა, კაცო, მაგას დავშო. იმ დღეს დაბალი ქოლა დამიწევ. და მოწყენილი რატო ხარ? იმიტომ რომ ვაშაბიძემ დღეს იმასთან შემარცხვინა. პირსახოთ შემოხვეული გამოდიოდი აბაზანი და მოვკითხე სოფი ხომ წავიდა თქო და ხო მითხრა გამოვიდი და სოფიმ დამინახა და тебе გიჩანდა კი აუ მიჩონდა მე მობილური თაგადაკიდა სულათი არა უფასე მარაფერი არ იციან რა კაი რა ხო კაი და რატომ მოგატყუალა შაბიძია? იმიტომ რომ თვითონაც უყვარს სოფი და უნდა რომ კონკურენტები ჩამოიშოროს. და ძალიან უყვარს. არ ვიცი. კოცნავე ხოლმე. და შაბიძიას რამე გავუჩალიჩოთ? გავუჩალიჩოთ? ხო. ვა. აბა მითხარი ყველაზე მეტად რა არ უყვარს შაბიძიას? რა არ უყვარს და საჭმელს რო უჭამეთ. არა, აზრი არ აქვს მაგდენს ვერ შევჭამთ. მაშინ მოდი. კარგია კი. ეგ როგორ მოიფიქრე? გუშინ უყურე საჩინელებათა ფილმს და იქ იყო. ხო მაგარია. ხო, გონდ, ეგ ძალიანაც არ გაუბრაზებულა ლაშაბიძიაზე. მაშინ მარტო მომივით? არა, მოდი სხვა რამე მოვიფიქრე. გინდა ის გავუკეთოთ, რაც გულიკო მასწავლებელს გავუკეთეთ. რომელი ზენაიშვილის მშობელი რომ დაიბარეს ეგ თუ გოგატიშვილს რომ აგდებდნენ. გამარჯობა სისილი. გამარჯობა სისილი. აბა რა ქედი, მეცადინეო? ხა იქ მან საბარადი და ციგნები სპეციალ ჩანთაში ჩავიდე თუ არ ჩაგვეხედა. კარგი ბავშვები ხარ. ხო, კარგი, წავედი მე ელენა. კარგად ბავშვები. აბა
წონს ხო არ დალევთ? ან ჯოზეს ნამცხვარი შემიძლია მე მინდა ჯოზე. მინდა კარგი. ნიკა, რა არის ეს? რატო დგახარ ჩულო? სკამზე მაინც დასხედით. ცივზე გუზი ხართ, მოზარდები ხართ და ასაკეთ რა გინდათ აქ შემოდით ჩემთან შვილო ჯონი თუ ჯონდო ჯანკი შვილო შემოდი ჩემთან. გავერთობით, კარტი მაქვს, ნარდი მაქვს, დომინო მაქვს, ვითამაშოთ. ლექსების თქვაში გაეჯიბრეთ ერთმანეთს. შეგვიძლია არ გინდა ვიდა ჩემო? ხუდი? მომეცი. ასე უთქმელად დალევა, გაგონილა, გადამთიელები ხომ არ ხართ გეცო. აი ამით იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ვას აჩეხს და ტახუნას დარგავს. როგორია, შენ მართლა რა უცნაური კაცი ყოფილ. ხო, შვილო, მე ვარ უცნაური, ხო? რაშვებით, აბა, რაშვებით. რაშვებით, აბა. გამოდიოთ მოხდეთ. რაშვებით ჯანკი, აიო, ერთობით რა. ხო, შენაშვები პეპე. რა ვიცი, რას ვიზომით. და შვილო, ბატონო. ჩემი არჯერად იქნებ შენ დაგიჯერო. აი ხო შენ მოგწონს ახლა ეს ამბავი. კი, მომწონს რა. მომწონს რატომ? იმიტომ რომ პირველად ვარ ისეთ სათავში ყველაზე კარგად მე რომაც ვია და იმიტომ. მოვიდა. აი პატა მოდი აქ. პატა. მე ხო პეპე ვარ და უცბად. ხო, პეპე ვარ მე. თქვენ ხართ ნუნუ. მე ვარ და თქვენ ნუნუ. თქვენს ბანკი ხართ ხალბატონო ნუნუ. პატა. ვინ არიან ესენი? აქ რა ხდება ვინ არიან? არაფერს მეგობრული ფართია რა უნდა ხდებოდეს, არ იმედილოთ. პატა, ეს მეგობრული ფართი კი არა, ეს არის მეზობლების და საერთოდ სადარბაზოს ფართი, მე ვისაც. პატა, შეიძლება უკაცრავ, პატა, მოდი აქ. ორი ესაინდვენ. ხო გითხარით რომ მე და მომოვიდეს მეთქი კაცი არ გითხარი? აგი გასაგები ესე იგი ეს არის მერის კაცი. გასაგებია და გასაგები ეხლა ვარ ყველაფერს გასაგები. აბა საათავ. მოკლედ მერეიდან არიან მოსულები და არ შეგვამჩნიონ. ჩუმად შევედი, ჩუმად წავიდა. ჩუმად. არა უშავ, ჯანკი წავედი, ჯანკი. წავიდა, ჩემთან შევიდა სასწავლი, გამო ჯანკი, გამო. მოგწადი, როდესაც ერთი წუთი მე მომეცით, დიდი მადლობა მიწა. რა მოვიფიქრო არ ვიცი რა. როგორ უთხრა სოფის აქ დარჩი და თან არ მოხვიდეთქო. ხთეკლა რა და ლაშაც. რომელი გადაწონის? მეგობარი თუ ძმა? არა, გადაწონით ლაშა გადაწონის, მაგრამ რა ვქნა? ელენე როგორ ხარ? კარგად, სოფიშე როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მოდი დაჭი. მარტო ხარ? არა, ლაშა გასულია, ნიკა მეგობართან ერთად ოთახში მეცადინებს. რა სერიოზული საქმე მქონდა მითხარი? რა და სოფი გახსოვს პარიზში შენთან რამდენ ხანს ცხოვრობდი? ვაიმე კი რა მაგარი. აუ აბა. ხო და ვიფიქრე. ბუნებაში ქონა მთვარე და ნიკას ხმიდი ბურთი. ხო და ვიფიქრე, იქნებ სოფი ცოტა ხანი ჩვენთან გადმოვიდეს თქო. ვაიმე, თეკლა გესმი, ჩვენთან გადმოვიდეს. ვაიმე რა კარგია. ხო, აი შეგიძლია შემოსასვლელში დაიძინო ან აივანზე.
არა მგონია კარგი აზრი იყოს იცი? ხო, მე დაქტოვებთ და თქვენ ისაუბრეთ, ხო? ხო. რა ვიცი, 2 კვირა კარგი ამინდებია გამოცხადებული. გამარჯობა გოგოებო. რა შევით? ლაშა, აი ეხლა ვეუბნებოდი სოფის. იქნებ ჩვენთან გადმოხვიდე, აქ დარჩეთ, ხო, ბევრი ოთახია, თავისუფლად დავეტევით, თქო. აი ბოლოს და ბოლოს ლაშა აივანზე დაიძინებს მეთქი. კი, არ არის პრობლემა, იცი? რა პრობლემა? არა, თან იცი, კარგი ამინდები არისო გამოცხადებული 2 კვირაო, ასე ამბობენოო, ა? დაქტოვებს ხო? გავალ ჩემთან ოთახში. მინდა ეს კამერა. მომისმინე, ანუ დავრჩე? ხო, სოფი დარჩი. რა, სოფი, იცი რა არის? ხო, დარჩი. ჩვენთან დილის 6 საათზე მეზობელი ამოდის ხოლმე, ნუ ყოველდილას გვიყვება რაღაც ინტერესო ამბებს. თან იცი როგორი საყვარელი პაწაწინა კოღოები ყავს აქ. იცი რა, მეგონა ჯობია წავალ. წავალ? არა, სოფი დარჩი. დარჩეს? ოქნა. იცი რა? სადარბაზოს კარებს გავაღებ, ერთი ფეხით სადარბაზოში დადექი, მეორე ფეხით აბა სხვა რა მოვიფიქრო არ ვიცი. შენც უთხარი, ხო? ესე იგი შენც. წამოდი შენთან საქმე მაქვს. წამოდი. ხო. ახლა გადაწყდება სატრჩები. ნაშევით გოგოებო, ნაშევით როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? არ ვიცი რა ვიცი როგორ. პეპე? ხო, შენ მეზობელია პეპე. პეპე, ხო, რა უნდა გითხრათ, მოკლედ. შენთან მოხს რაღაც პატარა ფართი. ხო და ხო შემოგვიერთდებით, ხო არ გამოხვიდოდით, ელენე, რა სიტყვი? აუ, არა, პეპე. სოფი? მე წამ. აუ, რა კარგი, კარგი ჩანდა შენთან. ამოდი. მაინც რა, თუ გინდა გადმოდი. კარგად, პეპე, კარგად. ესია? არ არის ვაშა, მე როგორ არ არის ეგრეა? მე წავიდა? წავიდა? და შემოვიდა და გაყვა. მაგას ჯობდა აქ დარჩენილი. საერთოდ წასულიყო. წავედი მე ბარში ჩავა. მოიცათ ეკლა გამოყვები. მე აბაზანაში შევალ. გამოყოლა არ მინდა. ძალიან კარგი, აბა როგორ დაგარიდე ისე მოიქეცი. კარგი. აუჯი, ხონი? სულტანი, ჩქარა. მოდი. ეს ჯერ დასაწყისია, მეორე ნაწილი დარჩა. ეს ქალბატონი ისე იქ არის. ბავშვებო, აბა რა ქენით, იმეცადინეთ? კი, ელენა დეიდა. კარგი ბავშვები ხარ. წავედი. აი მე ასე უცებ? ხო, რაღაცა უაზრობა ფართი იყო. ჩემ მობილური ხომ არ გინახავ? არა, პატასთან ხო არ შეიტანო. არა, აშკარად არ დავტოვე. ბავშვებო, სოფის ტელეფონი არ გინახავთ? არა, აბა ჩვენ საიდან? კარგი ტელეფონი არ გინახავს? კარგი, ნერვიულობთ, ალბათ ისეთი არაფერი ტელეფონი იყო. არა, არ მინახვა, მოიპარა ვინმე? არა, ლაშა, რა მოიპარა? ვის უნდა მოეპარა? არა, ისე პრინციპში ხო. ვის და ისო შინაურებს? არა, ისე დავრეკავ ახლა. მიდიო. გავიდა. ლაშა.
რა უნდა სოფის ტელეფონს შენს პიჯაკში? მე რა ვიცი. ეხლა შემთხვევით ჩავარდა. რაი ჩანთიდან როგორ ამოვარდა? ეხლა შემთხვევით ამოვარდა. რა როგორ ჩავარდა? აიმე, სოფიკო, მე შენს ადგილას აქ აღარ მოვიდოდი. რა იკადრა ეს ლაშა? თეკლა, რა სისულელეთ ლაპარაკობ, ლაშა რა შუაშია? ხო, ლაშა არის ამდან მაკასო. კარგი, წავედი. კახვედი? აღგაკისა, სოფი, ხო? მე ელენე დეიდა. კარგი, ნიკა. კარგი, ცეცი. ჩემი ტელეფონიც არა. აბა კარგად ნახე. კი, მოხსოვს რა აქ იყო. დავრეკოთ. დავრეკავ. გავიდა. კალკი შულია, ხო? ლაშა, რა უნდა სეცილის ტელეფონს შენს ოთახში? არ ვიცი, ელენე, დამაბით, რა ვიცი. როგორ არ გცხვენია, როგორ? ეს როგორ გააკეთე? არა, ეს როგორ გააკეთე, ნიკა, რა ძალიან გავბრაზდი, ძალიან. ერთი კვირა დაისჯები და ეზოში არ გახვალ და საერთოდ ბუსად დაემშვიდობო. ო, არა, ეს ელენეს დამიდეთ უკან. არა, ეს ვიყოფი. არა, ეს შეიძლება ესე აღშედება რა ისე შემარცხინა სოფიმაც კი დაიჯერა და შემილახა ისა რა ქვია იმას რეპუტაცია ხო გამოდი კაცო აქეთ იცი ხაშე რომ ჟოზეს ნამსხვები აღარ გაიკეთო და ჭამო ელენეს გამომცხარი ჭადი ხო ლაშა სოდოა არა სოდო ღირსია შეიძლება ესე როგორ მოიფიქრე ჩემი ბრალი ელენე დეიდა მოპატი რა რატომ მე რომ მეცადინავდი ეთქობა ნიკას არ მიაქცია ყურადღება და რომ მოიფიქრა ასე გააკეთა მე რომ დამენახა აუცილებლად ვეთყოდი ნიკა ესე არ შეიძლება აი რა ბავშვია